ეგ შენი 6-20 წუთი. 3-4 საათიც და პაატაც გაიღვიძებს. ვაი. პაატა. ხო არ გავაღვიძე. პაატა. პაატა. წყალი მაინც დავლიოს. კანდიდატ წარდგენა გააპროტესტეს. ცენტრისტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წინაშე საარჩევნო კამპანია რატო არ გვაძინებ, ხა? არ ვიცი, პაატა. რა ვიცი, არ დამეძინა და ტყუილად ხომ არ ვიწვებოდი ლოგინში, ეგ ხომ დიდი სირცხვილია. კარგია, გიორგი, რას ის აი, რატო არ გძინავს, ვერ ხვდები, რატო არ მაძინებს, ხვები მაინც დააძინე, ხა? არ ვიცი, პაატა. ალბათ ის რომ არის ახლოს მოსვენება დამეკარგა სუნთლად რა. ვინ ის? ისა. მოიცა თეკლაზე იძახი? ხო გითხარი გიორგი, თეკლა მამამისთან გადავიდა მეთქი საცხოვრებლად, ხო გითხარი არა? მაშინ იმიტომ არ დამეძინა ადგილი რომ გამოვიცვალე რა ვიცი. აი რასაკეთებ, მარტო აქ ვერ ხვდები რასაკეთებ, ჰა? არაფერს პაატა ისე. აბა თუ იცი შენ რამდენი პარკეტია ამ ოთახში. ხო თათია ლაშა ვარ. კარგი ხლა არ დამიწყო პაროლი მითხარი ვიღებთ ორ კვერცხს შაქარს ფქვილს თქაფთქუფო. ო კიდევ კარგი რომ მიხვდი ხო? მომხედე ხლა თათია რა ხდება არის შეკვეთები? ხო? რას ლაპარაკობ? კი ბევრია, მაგრამ კარგი არც ერთი არ გადადო. არ გადავდოთ თათია და დღესვე მოვაწეროთ ხელი. ხო, არა თუ გინდა გადავდოთ ახლა შენ თუ ასე ძალიან გინდა გადავდოთ კი ბატონო. კარგი ჩემო სიხარულო, კარგი ჩემო კეთილო, კარგი ჩემო სიცოცხლე. ხო. ნიკა შეხედე, ლაშაბიძია ყურებამდეა შეყვარებული. ცდები და იმ ხელალოყები აქვს ყურებამდე ვერ აღწევს. ჩემო სიხარულო, ხო ჩემო სიყვარულო. კი თათია, კი. მართლა კი არა, მოვალ და აგიხსნი მერე. ხო, კარგი. კარგად. მე მგონი მართალი ხარ, ბიბილოებზე ეტყობა სიყვარული. ძალიან არის შეყვარებული. ახლა ესეც. ძალიან რა, ჩვეულებრივი შეყვარებული ვარ. ლაშაბიძე, თუ ჩვეულებრივი შეყვარებული კი არ, მსუქანი შეყვარებული ხარ. დააკვირდე ყველაფერზე გამოდის. როგორი შეყვარებულია ლაშაბიძეა, მსუქანი შეყვარებულია. როგორი ბიძია, მსუქანი ბიძია. როგორი ძმა არის, მსუქანი ძმა. ეხლა შენ უყურე ელენა, შენ გააჩერებ თუ მე გავაჩერო ეს?
გააჩერე მკაცრო მსუქანო. კარგი რა გიორგი, წამოდი, მოდი ყავა დავლიოთ, მოდი რა. ყავა დალია, ყავა როგორ გიორგი. სუდად ხوارზი ხარ, აბა გადმოდი ერთი რქით. არა, იყოს. და იყოს, მოდი ერთი წუთი აქ კაცო. იყოს რა. აი, გასაგები, ესე იგი თეკლა მოგწონს შენ. მომწონს რა, პატა. მოდი ჩემთან. რა იყო? მოდი. მოიცა, გიყვარს გიორგი? ვინ უნდა გაიგოს ამ დილადნე რახჭეში? ვინ უნდა გაიგოს? პატა. რა ხდება რა? ასე ამ დროს რა? თქვენს ადგილი ხوار შეიცვალეთ, რა ხდება? არა, მე ყოველდღიურად ამ დროს შემოდივარ, შენ გძინავს ხოლმე უბრალოდ. ეს ახალგაზრდა არის გიორგი, გაიცანით ჩემი მეზობელი, ეს არის პროფესორი. ესეთია პროფესორი. ხასიამონო. მართლა? მოგლეთ პატა, მე შენი ნახვა და გიორგის გაცნობა არ ხონდა გვათავლისწინებული და თუ არ ვიჩქარე გრაფიკს დავარგვა. ხო, არ დაარღვიო, როგორ შეიძლება? მიდი ბატონო პროფესორი, მიდი. შენ მიდი გირჩევნია, მიდი და დედა ჩააბარე ინგლისური. არ ჩავაბარე. როგორ უნდა ჩამაბაროს ლაშა, არ უსწავლია და ნიკა მე უნდა გავიდე და რომ დავბრუნდები ინგლისური დამეცადინები გქონდეს და ჩამაბარე, კაი? Алло. დიახ. ისვენ? დიახ, ლაშა ვარ. ნატო. კი, როგორ არა, გიცანი ნატო, გიცანი. ხო, ჩამოხვედი, მართლა რა კარგია. კი, შევხვდეთ აუცილებლად შევხვდეთ ნატო. კარგი, დროებით დაგირეკავ. ლაშა, მე უნდა გავიდე და შეგიძლია ნიკა დაიტოვო. ელენე, სტუდენტობის დროინდელი საქმე გამომიჩნდა. უნდა მოვაყარო ის. ლაშა და თათია არ უნდა ნახო? თათია? თათია, ლაშა. თათია. შენ და თათია მთელი დღე უნდა ისეირნოთ, არა? რა უნდა ვისეირნო, ტორტები უნდა ვაცხოთ. ლაშა, რეებზე უბნები ბავშვს. რა? რეებზე უბნები ბავშვს. ესე იგი რას მომბობდით, ესე იგი შენ გიყვარს თეკლა. ხო? გასაგებია. მე იცი რა არის, პრინციპში ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. საიდან მოიტანე? როგორ საიდან პატა, თეკლა კარგი გოგოა. ხო. წესიერი. მეც ახლა ნარკომანი მე არ ვარ და ქუჩაში არ ვდგევარ და შეხედულებითაც რა, ახლა სოფელში პირველი თუ არა მეორე ვარ პატა. მეორე ვარ. გასაგებია, ხო, აწყობილი გაქვს ყველაფერი, ესე იგი აგიწყვია ყველაფერი და ეგ არის რა, რა ვიცი, რა გადარჩა. პატა, იცი რა ვფიქრობ მე? ხო, აბა რას აპირებ? როგორც ქართული წესია, ადათია, მე უნდა ავიდე მამამისთან და გავესაუბრო. ვის ნერსეს? ნერსე ქვია? ხო, ნერსე ქვია, ხო, მაგას. ისე რა ვიცი, გიორგი, თუ ახლა მამამისთან გაესაუბრები, მე გირჩევ, რომ ცოტა უცნაური კაცია და თეკლას გარდა ყველაფერზე ელაპარაკე. კი, ყველაფერზე უთხარი, რომ გაზის გადასახადზე ხარ მისული, ოღონდ არ უთხრა, რომ ბევრია, უთხარი ცოტა არის გადასახდელი, მაინც უცნაური კაცია, გირჩევ. კარგი რა, პატა, მე მართლა რჩევა მინდა და შენ დამცინია. ხო და რჩევას გაძლევ, გიორგი, გეუბნები ცოტა უცნაური კაცია მეთქი და თუ გინდა რომ გული არ გეტკინოს, ადი, თუ გინდა რომ თავყობა არ გეტკინოს, მაშინ არ ახვიდე. ეხლა ამოირჩიე. რა ვიცი, ამოირჩიე, რომელი გინდა, გული თუ თავყობა? მე რა ვიცი. ავალ, პატა. ახვალ ესე იგი თავყობა ამოირჩიე, ძალიან კარგი, გასაგებია. მე ავალ და ვეტყვი. ბატონო ნოშრე, მე მინდა რომ თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ და
რას მეტყვის? დაგარტყავს. დაგარტყავს, იმიტომ რომ მაგას ნოშრი არ ნერსე ქვია. ხო. ესე ვიტყვი მაშინ. ბატონო ნერსე, მე მინდა რომ თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. ეხლა რაღაც დაგარტყავს. რატომ დამარტყავს? იმიტომ რომ გითხარი, თავის ქალიშვილზე არ ელაპარაკო მეთქი. დანარჩენი რაზეც გინდა ელაპარაკე. კარგი, მაშინ ესე რომ უთხრა ბატონო ნერსე, მე ძალიან მომწონს თეკლა და მინდა რომ დაგარტყავს. რო ავიდე და პირველი დავარტყა და კარებში გავშალე. არა, ეგრე აბა რანაირად ეხლა რა სიძახი არ გამოვა ეგრე, არ ივარგებს არა. არა, არ კარგი, მოვიფიქრებ რამის, მაგრამ რა ჩავიცვა? ჯაჭვის პერანგი. კარგი, რა ჯაჭვის მართლა გეუბნები გიორგი, ჯაჭვის პერანგი ჩამაგას იმხელა ხანჯალებს ჩაიცვი ჯაჭვის პერანგი გეუბნები. ბატა, მომწინე, მე მართლა შევამინდა, თან პირველად დავდივარ ოჯახში, ხელცარიელი ხო არავალ. რამე ხო უნდა ავიტანო. ხო და რა, ხელცარიელი რატო ადექი მე შენს და ყვავილები აიტანე. ყვავილები როგორ ავიტანო, ვინმე რომ დამინახს, ყვავილები აიტანო. როგორ ხარ? კარგაჩე. ვიცი, 3 დღე არ ყოფილა და მომენატრე უკვე ნიკა ნახე. რასაც დაგპირდი მოგიტანე. ვაა, კალათბურთის ბურთი და ფარი. დე! ვიმეცადინებ და მე ვიცავაშებ. ხო. ელენე და ლაშა სად არის? ლაშა იპრანჭება, სატრფოს უნდა შეხვდეს. სატრფოს, ვაიმე. სატრფოს, ვაიმე. თეკლა, პაატაზე ძალიან ხარ ხო გაბრაზებული რაც იმ დღეს? არა, ელენე, იცი რა, მივხვდი რომ ჩემი სათქმელი კარგად ვერ უთხარი. ხო, თეკლა, ეთყობა ვერ უთხარი, ჩურჩუტი და ტუტუცი რომ არის. მაპატიე თეკლა. მაგრამ მართლა ჩურჩუტი და ტუტუცი. მართლა მაპატიე. მაგრამ მართლა კარგი, თეკლა, მე უნდა გავიდე და შეგიძლია ნიკა დაიტოვო და ინგლისურში ამეცადინო. კი. თეკლა რო ინგლისური არის ის. როგორ არ ვიცი ნიკა? კარგი, აბა მითხარი რას ნიშნავს პატა, I love you. ნიკა, მოგხვდება. თეკლა, მიაქცევ ხო ნიკას ყურადღებას? კი, აბა რას ვიტყვი. კარგი. ნიკა, თეკლას მიაქცია ყურადღება. აი თქვენი წვენი ბატონო ფრიდონ და თქვენ მოიფიქრეთ რამე პროფესორო. კი, თხილიანი შოკოლადი გააქვთ? კი. მაშინ თხილიანი შოკოლადი მინდა, ოღონდ თხილი გამოაცალეთ და ისე მომიტანეთ. ეს თქვენში თხილი. მადლობ წონისთვის, მადლობ. ზია ფრიდონ, ბატონო პროფესორო, აქ ხარ თქვენც. ხო, მოდი გიორგი, გაჯექი, როგორ ხარ, როგორ? კარგად ცოტას ნერვიულობ და მინდა დავლიო მხნეობისთვის. რა განერვიულებს? აი პრობლემა ხომ არ აქვს? არა. თეკლას მამასთან ავდივარ სალაპარაკოთ და ცოტას ნერვიულობ. იმიტომ გვაქვს ეგეთი დამჭკნარი ყოჩი ვარ დასწრებული. ხო. ნერვიულობ შენ, მე ვიცი რას უნდა გააკეთო. თათია. ბატონო. 2 კონიაკი და შოკოლადის ჯოზე მოგვიტანე. შენ უგეშინიათ. შენისთანა ბიჭს ვინ დაიწუნებს, უარს ვინ ეტყვის. უგეშინი. ხო. ვა მართლა? რა უცნაური ხალხი არსებობს. მოვიტანე კონიაკი, 2 ჟოზე და თქვენი შოკოლადი, თხილიანი შოკოლადი გამოცლილი თხილით. მადლობ და თათი ის თხილი რო გამოაცალე. ხო, ისიც მოიტანე აგერ ბიჭები კონიაკს დააყოლები. გამარჯობათ. გამარჯობა. ეს თათი არის, ეს პაატას ახალი მეგობარი გიორგი. გამარჯობა. სასიამოვნო. სასიამოვნოა. დაჯი, რა პრობლემაა? რა განერვიულებს მითხარი აბა ერთი. არაფერი, ცოტა ძველი ყაიდის კაციაო ეს ნერსე და. ხო, ნერსი, ახლა ძველი ყაიდის კაცი იქნება აბა რა. იცი რა ქენი გიორგი, თუ ძველი ყაიდის არის, ხო, რო შეხვალ, ასე უთხარი წუხრი მშვიდობისაა. აიცი რა წუხრი მშვიდობისა კი არა, რომ შეხვალ ოჯახში, ხო? რამე უნდა მიიტან. რა თქმა უნდა. ხო, ტკბილი მაგალითად. აი შოკოლადის ჟოზე. მაგრამ
იცი რა, თეთრი პერანგი გაცვია და ცოდოა. აზია ფრიდონ დავლიოთ თორე გული მიკანკალებს აღარ შენ. დავლიოთ. მაშო მოდი. აბა მოდი. ვინც არ ვიცი, როგორ არ უნდა სადამდეც არ ვიცი, გაუმარჯოს. ვერაფერს დაამატებ, ისე ჩამოაყალიბა. საკმარისია. ნიკა, ჯერ თარგმანი რო არ გაგიკეთებია? ხო, კაი, რა უნდა გადავთარგმნო? რა უნდა გადათარგმნო და აი გადათარგმნე. სიყვარული ისეთი რამეა, რომ ვერც ხვდები ისე მოდის. თითქოს არაფერი, მაგრამ მე ნელ-ნელა გული აგიფანცქალდება და ხვდები რომ გიყვარს. ნიკა, გადათარგმნე? კი, მარტო ფანცქალი დამრჩა. ნიკა, სერიოზულად დაჯექი იყო და იმიცადუნე. აუ, თეკლა, შევისვენოთ, სწორი თვალები მეტკინება. ნიკა, არაფერი არ გეტკინება, ჯერ დაწერე და მერე შევისვენოთ. როგორ არა, მეტკინება? ნიკა, არ გეტკინ. მე გავაღებ. არა, იყავი, შენ დაწერე და მე გავაღებ. როგორ უნდა გადათარგმნო ფანცქალი? ვაიმე პატა, რა სიმპათიურია, რა ელეგანტური. რა ხდება ხალხო, სახში ხარ თუ რა? კი, მოდი პატა, შემოდი. როგორ ახართ? კარგად, ვაიმე, როგორ გიხდება ეს მაისური პატა? ეს? კი. ხო, რა ვიცი. ბავშვი, რა შვები? მურთი? აი, თეკლა, სიყვარულში მომეცადია. თეკლა, არ გავაგრძელოთ? არა, ნიკა, არა, რა გავაგრძელოთ, თვალები არ გეტკინოს. შევისვენოთ. ხო, ბავშვი, რადგინა კაცო, მოდი, კალათბურთი ვითამაშოთ, დადექი, მოდი. კალათბურთი? აბარა, კალათბურთი. ვაიმე, რა მაგარია, მინდა, მაგრამ ესე ჩაცმული ვერ ვითამაშებ, ხო? გამოვიცვლი, ვაიმე, ყოჩა, პატარა მაგარი. წავიდა, ბავშვი, ადექი. ვითამაშოთ, ოღონდ თამაშის შემდეგ მაისურები არ გავცხავ. არ მინდა ეხა ეს უაზრო იუმორი. წავიდა, დაიწყე, მიდი. დაიწყე. წავიდა, გურთი ბავშვი. სამნიკიძეა გადააწოდა ფაჩულიას. ფაჩულიამ გადააწოდა მარკოიშვილს. ზუსტი პასი სამქულიანი. აი ბავშვი. აი ეს არის. მოიტანა ბურთი ბავშვი. წავიდა ბავშვი, წავიდა, მომცა, პასი. აი, მზად ვარ. ვითამაშოთ. ხო, ავირჩიოთ, ვინ და ვინ იქნება, მე და პაატა ვიქნებით ერთად, დაგაწარით ყველას. თეკლას უნდა მოდაისხი? ხო, მაინც მეტოქე რომ დავაბნიოთ. დაიწყეთ. კარგი, დავიწყეთ, მოდი. თეკლა მზად ხარ, იქი დადექი. თეკლა, წავიდა, გამეხსენი, თეკლა. თეკლა, გამეხსენი. თეკლა. გამეხსენი, თეკლა, თეკლა, წავიდა. Yes! Originally! Yes! თეკლა, რა მანაგაზე ვარ შეყარებული. არა, მინდა რომ ცოლად მოვიყვანო. გადავწყვიტე მამამისთან მივსულიყავი. დავლიე. მაგრად დავლიე. როგორ ავედი არ მახსოვს, ისეთი მთვრალი ვიყავი. მივედი. ვილაპარაკე მამამისთან. ვილაპარაკე. ისე ვილაპარაკე. მითხრა გაგატანჩე მოგოსო. კი. გამომიყვანეს გოგო. გამომიყვანეს სხვა გოგო. ხო, სადარბაზო შემეშალა, ბევრი დამილევია.
ვიფიქრე, რა სიტყვის ეს ხალხი? ახალგაზრდა ბიჭი ამდენს როგორ შემცხვა და წამოვიყვანე ეს გოგო. ცოტა ხნით წამოვიყვანე. ამაღის მთროლი ქონიათ ბატონო ფრიდონ. როგორი? ამაღი. ხო, შედარდალიო. ალა ბატონო ფრიდონ, მე სად შემიძლია მაგდენი ლაპარაკი მივალ, ორ სიტყვას ვიტყვი თუ ჰო. მოიცა, რა თო რა. მე მართლა რომ მივედი მანარასთან 25 ლექსი დავიზებირე. მართლა? ყველა სადღეგრძელოს ლექს მოვაყოლებდი ხოლმე. მე 11 სადღეგრძელოზე რომ მივედი და ლექსის თქმა დავაპირე, წამოდგა მანანას მამა და მეუბნება, ოღონდ შენ დაჯექი აღარაფერი თქო და გატან შემკალსო და აბა. ზია ფრიდონ, მეც ლექსი ხომ არ წავუკითხო. ლექსი? ხო. არა, შენ ლექსი არ გინდა, შენ რომ მიხვალ ან მოთხრობა ან რამე იგავარაკი მოუკლე. გავარ კუდა მორიელი. ო. ვიცი. კატია. კიდე კონიაკი. გამეხსენი მე შენ კიდე ჩამეკეტე ვერ გავიგე გაიხსენე რა ჩაგეკეტე? მზად ხარ? გაგეხსენი. გამეხსენი წავიდა დამინახა თეკლა დამინახა დამინახა ბავშვი ეწუთ გაიწი თეკლა რა საკეთებ დამინახა მეთქი მე შენ სულ გხედავ პაატა. კარგი თეკლა ვითამაშო თუ არ ვითამაშო მზად ხარ? კი. წავიდა მაშინ წავიდა თეკლა დამინახა თეკლა Yes! 4-0! ვერ გავიგე მე გეუბნები გამიხსენე ხო და რანაირად გამიხსენია ეგ არის გახსნა ერთ საათოდ გავარ გიყვი თეკლა დამინახა შენ კიდე რა ასაკე ვერ გავიგე თეკლა თუ გინდა თამაში ვითამაშო გინდა თამაში კი ხო და მიყურეთ ახლა როგორია კლასი სუსტები ხართ რა უყურეთ ახლა ვინ არის სუსტი უყურე ახლა კლასი როგორ უნდა წავიდა ჯორდანი ბორტი წავიდა არა ეხლა გაჩვენებთ კლასს წავიდა ერთი წუთი ეხლავე გაჩვენებთ კლასს აი ეს არის კლასი გაიგე ხალხო თეკლა წავიდა კლასი თეკლა თეკლა კარგი. აღარ გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ, რას ქვია არ გავაგზავნოთ. რატომ მოგეცი ბურთი მე ვიცი. იმიტომ რომ ეს იყო კლასი მე რას გავაკეთე. ხო იყო კლასი. კი, მართლა მაგარი კლასი. ხო და გაიწიე იქ. ხო და კლასი იყო მომეცი. გაიწიე იქ ეს იყო. გაიწიე. ბავშვი, მომეჯაჭგო. რაღაცას მაიმუნობ რა თავი კაცო ვაშკაცი არ ხარ ადექი. დაძექი, ვაშკაცი ხარ. თავი. აი სისხლი. ბატა. აი მე სისხლი. ისა ბატა, ანიკა. ბატა. აღერი არ არის. ეს ნერვიულობ, თეკლა სისხლი მოზდის, ბავშვს მozდის, სისხლი მozდის, ბავშვს. არ გაიგოს. მე მომხედავს ვინ? აი მე კი. აი ნიკა მაჩვენ. გაგიჟდება ელენე რა. რატო და ინგლისური რომ არის მეცადინე იმიტომ. ინგლისური რომ არის მეცადინე იმიტომ კი არა. ისე დამარტყმევინეთ თავი რომ რაც უცოდი ისიც დამოვიცე. გავაკეთოთ ახლა რა. თეკლა რა არის რა გავაკეთოთ ახლა? ბატა სისხლი. გაწიე სისხლი. გავიგეთ ამალახი მომაჩვენებ. გაწიე მომაჩვენებ. გეხოცები მომაჩვენებ. ნატო ძალიან კარგად გამოიყურები საერთოდ არ შეცვლილ ხარ. რა მითხარი როდის ჩამოვედიო? რამოდენიმე დღე. რამდენი ხანია აქეთ არ ყოფილვარ? ხო.
მომიყევი რა ხდება თბილისში ახალი. თბილისში ოღონდ ბუდაბარი, შუშის ხე და ჟოზეს ნამცხვარი უკვე ვიცი. მეტა ვინ არის ეს ჟოზე? ასეთი, რომ ყველამ გაიგო ქალაქში. შენ როგორ ხარ? ცოლი ხომ არ მოგიყვანია? ცოლი ხომ, ხო. ეხლა არ ვიცი საიდან დავიწყო. მოკლედ რომ გითხრა, მოვიყვანე და გავცილდი 4-ჯერ. რამის ხარ შეუკვეთავთ კიდე? 2 ჟოზეს ნამცხვარი მოგვიტანა შოკოლადის. რა მაგარი ყელსაბამია. ვინ არის ლაშა ეს გოგო? მადლობა. გაიცანი, ეს არის ჩემი ძველი. სასიამოვნო. თათია. ეს სახისკანიც რა მაგარი აქვს. თათია, 2 შოკოლადის ჟოზე მოგვიტანე. კაი. მოგვიტანე მე. 2 შოკოლადის ჟოზე, თათია. თათია, 2 შოკოლადის ჟოზე. დავიგე, ყრუკი არა ვარ. ხო, მოგვიტანე მაშინ, ხო. 10-ჯერ თუ არ გაუმეორე, ისე ავიწყდება ხოლმე. 8-ჯერ უთხარი უკვე. მოიცადე? 2 შოკოლადის ჟოზე, 2 შოკოლადის ჟოზე. აი, მოდიოდა 10 გამო. ხო, მომიყევი მე ახლა რა ხდება შესკენ. ეს ის გოგოა? ნატო. ლაშა რა თათიასი მაინც როგორ არ წხვევი. გამარჯობა თათია. თათია, ლაშა ვის ელაპარაკება? თათ მეგობარიაო ძველი თუ რაღაც არ მახსოვს, რაღაც ეგეთი მითხრა. თათია, ახლავე მიდი ლაშასთან და მკაცრად დაელაპარაკე. რატო? რატო და საქმროს რო წაგართმევს, აი ეს ქალბატონი მე მიხვდები რატო? აი მე ექსო დამავიწყდა. მიდი. ძალიან მაგარია, ძალიან. როგორ არის ცხენია ვაჟბატონო? სულდა კარგენაგუსი ხო? ეს ჩხუბი სხვაგან უნდა მიგეტანა, თათია. შეუნამუსო შენა. სხვათა შორის თქვენი ყელსაბამი ძალიან უგემოვნო და სახისკანი გაგვით გამომშრალი საშინლად. მე მგონი ამას კეთილი ტყუპისცალი ყავს. თუ შეიძლება ის მოვიდეს და ჟოზე მოგვიტანოს. ჟოზე ხო დამავიწყე ხა. კეცი ნატო. ესე იგი, წევან გითხარით მოგართმევთ მეთქი, ხო? დიახ. ხო და ვერ მოგართვით? წინთ უგასო არ გიწმენთ ლაშა რა ხდება ამიხსენი ვინ არის რა უნდა ეს არის ვინ არის და ეს არის ახალი სიყვარულია ჩემი კი 5 წუთის წინ არ იყო და ეხლა არის ხო 5 წუთის წინ არ იყო მართალი ხო 2 წუთის წინ გაჩნდა ასე ვთქვათ ძალიან ახალი აი ძალიან ახალი ჩემი სახელი არ ახსენო უნამუსო წავალ ეხლა მე ჟოზეს დაურეკავ და ვეთქვი რომ 2 ტორტია შეკვეთილი საღამომდე და უნდა მოასწროს 2 ტორტი უნდა მოასწროს კი არა და შენი სახელი არ ვახსენო არა ლაშა ყველაფერი გასაგებია რა კარგად იყავი ნატო კარგი ბავშვი არა უშევ ცოტას გაუძელი არინებულო ძალიან თქო გაუძელი ცოტა პატა სასტრაფოს მისამართი ხო ზუსტად უთხარი ხო შე როგორ შეგეშლებოდა პატა ხო პატა ხო თეკლა აბა რა ვქი აი ხო გითხარი ზუსტად მისამართზე მოვიდნენ აი წავალ ახლა გავახებ ბავშვი არინებულო კარგი გამარჯობა გამარჯობა პატა აბა როგორ ხარ დადელე შე როგორ ხარ რაიმე თეკლა ეხლა ეზოში ისეთი ამბავი მოხდა სტურუების ბავშვს ფეხი მოუტეხავს წარმოგიდგენია მშობლების საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას როგორ შეიძლება როგორ ბავშვი როგორ არ უნდა მიაქცია კიდე კაი ნიკა შენთან იყო თეკლა კიდე კაი ელენე კიდე კაი პატა რა გჭირს აქეთ-იქით რატო დადიხარ რა ვიცი ეს არ გინდა კალათბურთი ვითამაშოთ ჰა კალათბურთი შოდი არის თამაში რა ხუმარა ხა თეკლა რა ქენით
ისწავლეთ ინგლისური. სური, თეკლა, სური. კი, ელენე, კი. ისწავლა რომელია? იმდენი ისწავლა ბავშვმა, იმდენი ისწავლა რომ თავი უსკადება ეხლა. შენ უფრო კარგად არ აღებდო მე რა. შენ გააღებ. გააღებს ვინმე? კი, გავაღებთ. ხო, კარგივე, გავაღებ. ელენე, თუ გინდა ნუ შეწუხდები. საერთოდ არ გააღო, რა საჭირო ეს კარის გაღება, ვერ ხვდები იქნება. აი როგორ არ გააღო, რა მოხდება ეხლა. გამარჯობა. სასწრაფოდ გამოიძახეთ. არა. ეს მეოცებინა ხო? კი, მეოცებინა. სასწრაფო, დიახ, ჩვენ გამოვიძახეთ. რა იყო, მოხდა თეკლა, რამე რა ხდება? ვაი მე როგორ სუდად ვარ მე. სუდად არის? მოდი დაჭერე. მოდი ჩქარა დაჭერე. ადექი ნიკა წამოწოლის დროა ეხლა დაჭერე. აი მე ძალიან სუდად ვარ. მე ვარ სუდად, იცი რა სუდად ვარ. აღარ შემიძლია ექიმო, ასეთ სუდად არ ყოფილა არასდროს. ვაი მე რა სუდად ვარ, ვაი. პატა არის ძალიან სუდად. აი ჩვენ გითხრა პაციენტი 12 წლის არისო. რას ქვია 12? თეკლა. რას ქვია? შენ რა ამათ 20 არ უთხარი? პატა, შენ არ მითხარი 20-ს მე ვეტყვიო. ძალიან სუდად ვარ ექიმო. აბა მითხარ თქვენი სახელი? ჩემი სახელი? პატა, პეტო, პიტერი, პიტი, პატა ჩემი. კარგი. აბა პატა, გითხარი რა გაწუხებს? რა მაწუხებს მე? რა მაწუხებს მე და აი ექიმ იცით რა არის? ჭვალავს. მერე აქ მჭვალავს. ხო ხდებით აი ჭვალა. აი როგორიც აი თითქოს წარმოვიდგინეთ რომ კიბორჩხალები არიან შიგნით და ესე მოდიან და აი ესე ჭვალავ რა ესე კიბორჩხალები ხო ხანაკ და ხანიკ ეგ როგორ? რა ვიცი რას გავუგებ კიბორჩხალებს რა კარგად უთხრა. ტკივილით ტკივათ რამე? დიახ, თავი ტკივა. თავი ტკივა თავი. დიახ აი იცით როგორ აი თითქოს რო წარმოვიდგინე ექიმო რომ არ გინდა რომ ტკიოდეს მაგრამ იძულებული რო ხარო ტკიოდეს აი ხო ხდებით აი ეგრე ტკივა დიახ ხო ანუ როგორი ის არის აი წარმოვიდგინეთ რომ დიდი ბიც ეთამაშებით კალათბურთს არა იქნებ უფრო გასაგებად ამის. კი ბატონო, მე აგიხსნით. იცით აუხსენი პა. ხო და უხსნით ეკლა აი წარმოვიდგინეთ დიდ ბიც რო ეთამაშები კალათბურთს და რო გინდა რომ ბურთი წაართვა ხო გინდა და ამ დიდმა ბიჭმა რომ მოგიქნიოს და რომ დავარდე და დაარტყა თავის მარჯვენა მხარე აი ეგრე მარჯვენა არა მარცხენა. ხო აი ძალიან მტკივა ტკივათ ძალიან ხო? მარჯვენა და მარცხენა. მარჯვენა ძალიან მტკივა რა ვიცი მტკივა ძალიან მტკივა რა ხო ხდებით აი ეს აი როგორი გადაცემით ტკივილი არ გაგიგიათ ხო აი ყოჩა პატა. ხო აი როგორი აი წარმოვიდგინეთ სხვას როს ტკივა და თქვენ რო გადმოგცემთ აი ეგრე ხო აბა მოდი გავსინჯოთ ახლა. ვაიმე მე არ დაარტყავთ რა. გადაიდეთ. კაცრო, კი ბატონო, გადაიდეთ ფერზე. ხიო? არ ნერვიულ. აბა მოეშვი პატა. კარგია? აბა. ვაი მე ექიმო იქნება აღარ მინდა ეს. აღარ უნდა ნერვიულობს ხო ხედავთ პატა ნუ ნერვიულობს შენს მაგივრად აი ნიკას გასინჯავენ ხო ნიკა აუ გავსინჯეთ რა. ნიკა მაიმუნობის დროა ეხლა დაჭექი. კარგით. აბა ეხლა პატა ამიხსენი. ძილი როგორი გაქვს? ძილი? ხო. ძილი მაქვს ექიმო აი რაღაცნაირი შფოთვარე. ხო აი ეგეთი აი როგორი იცით რა ცუდი რაღაც შფოთვარე რეები მე განაგძე. აი რაღაცები მესიზმრება აი როგორი რაღაცები მესიზმრება იცი რომ წარმოვიდგინეთ რომ აი მესიზმრება ხოლმე რომ ვითომ ეს წევარ ჩემ საწყოში და გარშემო ესე კიბორჩხალები ესე ბევრი კიბორჩხალები ესე ხელი ჩაკიდებულები ესე ხო ხელი რა რაცა აქვს ის კაპუნები რა ხო აი ხოხდებით ხელი რაცა რაც ქვია
აი ესე დგანან და ეს მაგეებ ჩაკიდებულები ესე დგანან და წრეში ესე ჩემი საწოლის გარშემო ცეკვავენ არ ჩერდებიან ცეკვავენ და უცბად ექიმო და ხო ცეკვავენ და უცბად ყველა ჩერდება და ჩემსკენ აი ესე ტრიალდება სულ ყველა და ერთბაშ ერთდროულად ყველა ესე აი ეს ისი რაცუდი ექიმო წარმოიდგინე დამცინიან ეს თავს ყაპუნებენ ამ თავის რაღაცეებს ეს აბა ძალიან ცუდი ვიტანჯები ექიმო ვიტანჯები აბა ხან ხო ხან არის ხოლმე რომ საერთოდ არ აი თეთრად ვათენებ ხოლმე თეთრად როგორ თეთრად აი აბსოლუტურად ქათქათად თეთრად თუ როგორ ხო აი სულ თეთრად 100%-ით რა 100%-ით ხო და ექიმო კარგანაგდეთ ხო და თუ მარტო ვარ საერთოდ არ მძინავს აი ეს მე და ის და აღარ ხო გეუბნებოდი წამოდი ერთი წუთით პატა ნერვიულობ შენ არ ნერვიულობ მარჯვენა პროფილი აქვს შეჭებული ძბლის ტვინიდან ძბლის ტვინი ექიმო რა ოპერაცია ესე პირდაპირ ოპერაცია რა პირდაპირ ოპერაცია არა ჯერ ძბლის ტვინის ბიოფსიას გავაკეთებთ შემდეგ ანალიზების მიხედვით გადავწყვეტ თუ რისი ოპერაცია გაკეთდება ვაიმე რა ეხლა სტაციონარში უნდა გადაგიყვანოთ პაატა თქვი და ხოთა მოხოთ ხო შეგიძლიათ ეს რატო დაწნარდით ხო თეკლა რა ეს რატო მოიცა დაწნარდით პაატა ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ შენს გვერდით ვართ მინიმუმ კარგად იქნება ძბლის ტვინი არა საგანგაშო არაფერი შენიცი პაატა არი ნერვიულო შეგიძლიათ ვინმე გამოყვეთ პრობლემა არა ნიკა გაყვეს კაცია გამოყვეთ მოიცადე კაცო მოდი არა თეკლა რა გაყვეს შენ გაყევი მიდი შენ გაყევი ისევე გავყევი პაატა არ დაგტოვებ მე ხო ხდები როგორც რატომაც მე სულ შენთან ვიქნები აუ გეხვეწებით მომხედეთ ვინმე თავინკიო კარგი რა ნიკა რა დროს ეს არის საცოდავი პაატა რა დღეში ახე ნიკა ამ სიცხეში ქუდი რატო გახურავს ნიკა რა არის კარგი ნუ ნერვიულობ თეკლა კარგად არის ნიკა თავი აქ პატარაზე გაკაწრულ მეტი არა კიდე ნერვიულო ხო ელენი აბა სასწრაფოს მანქანაში არ ჩამშვეს და ისიც არ ვიცი რომელ კლინიკაში წაიყვანეს პაატა ისე მეტის ღირსია პაატა თეკლა ნუ კარგი ხა ესეთი ტყუილიც როგორ შეიძლება კარგი ელენი არა უშავს მოუხდება პატარა მკურნალობა არ მინდა ეს ძვლის ტვინის ბიოფსია მიდაიხლა მე რა კინაღების რაღაცები გამიკეთე ძლივს გამოვეპარე იქიდან გამოვიპარე აბა რა ვქენ წვეთოვანი რა მექნა აბა ექიმმა მითხრა რომ ის არისო რა ქვია ერთგვარი ყვებავიაო საკვებიაო ეს ხო და რა ვიცი იყოს მეთქი რა მაინც სახში რომ მოვიდი ხა კარტოფილი უნდა შემეწოდა იმაზე კალორიული კი იქნება იყოს რა თამბების აღარ დამეღლება იყოს რომ ყვებავს ახლა ეს ფაქტურად მე თეკლა გამარჯობა რა ხდება გიორგი რა ხომშვიდობა ყველაფერი კარგად არის ვილაპარაკე თეკლას მამას და მითხრა რომ მე არ ვარ წინააღმდეგი ჩემი გოგოროცოლად მოიყვანო მართლა პა რა კი არა რა მართლა ეხლა რაისა გიორგი ერთი შე რაღაცა ვერ გავიგე ხა ნამ დაწნებული ხოლმე ძალიან მაგარი კაცია გიორგი არ მჯერა ახლა გიორგი რა სიძახე რა გჯერა ნერსე იცი რა მაგარი კაცია აიმე ძალიან მაგარი კაცია აი ხანჯალიც მაჩუქა რა ხანჯალი გაჩუქე თუ უყურია გიორგი
გიორგი, ვითხარი ხა სიმო გაჩუქა თუ გამოიზრე. გამოვიწე პატა. თავიდან ისე აპირებდა ხო რომ ჩაერტყა, მაგრამ მე რო გაიგო ამილახვარი ვარ. ხანჯალიც მაჩუქა, კარგი ღვინოც დამალევინა, მე და თეკლაც დაგულოცა უკვე. რა ვიცი გილოცავ აბა. რას მილოცავ?